დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, იმედია კარგად იხალისეთ მეორე ბლოკში. ახლა გადასარევი სტუმრები გვყავს. კომპოზიტორი, ავტორ-შემსრულებელი ნანა მესხიმის ულამაზეს ქალიშვილთან ერთად, ნიცა მესხთან ერთად, რომელიც გაგვალამაზებენ და გაგვილამაზებენ დღევანდელ დღეს დარწმუნებული ვარ. როგორ ხართ პირველ რიგში? კარგად ვართ. პირველ რიგში მოგესალმებით. სამივე რომ მიყვარხართ, მე მგონი ამას შეჭერ გეპარებათ. ამარ ჩვეულებრივ ადამიანებსაც შემოქმედებითი ჯგუფს მადლობა მინდა ყველას უთხრა და საერთოდ აი ეს ფრაზა ყოველთვის მინდა თქვა თქვენთან რომ მოდივარ იმეც მინდა მადლობა უთხრა ყველაფრისთვის არ მახსოვს აქტივობა რომელშიც ტელეკომპანია იმედი და რადიო იმედი არ მიდგას ხარში ისე რომ მადლობა თქვენს გულს ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა მოდი შევეხოთ მიზეზს რისთვის ეს ხართ აქ მიზეზი არის ჩემთვის სასიხარულო და ძალიან სანერვიულო 8 აპრილს საღამოს 8 საათზე თუმანიშვილის სახელობის თეატრში მექნება ჩემი საავტორო საღამო. არც მეტი და არც ნაკლები. არც მეტი და არც ნაკლები. თბილისში დიდი ხანი არ გამიკეთებია არაფერი, მზადება მაქვს დიდი საღამო, საანგარიშო საღამოსკენ, მაგრამ ეს პირველი მოთელოა, ასე ვთქვათ, ამ თემის და საღამოს დავარქვი ასეთ სახელწოდებული მუსიკალურ ლიტერატურული საღამო და ნარჩენები. დანარჩენები ჩემი ერთი წიგნის სახელია და იქნება ლიტერატურაც, იქნება მოულოდნელი რაღაცეებიც და იქნება ბევრი სიმღერა. მათ შორის ბევრი ახალი სიმღერაც. ეს ღონისძიება მე მაქვს პატივი რომ თქვა და დავანასო, რა თქმა უნდა, ტარდება ჩვენი კულტურის სამინისტროს თიგა რუხაძის და მთელი მისი გუნდის მხარდაჭერით და თბილისის მერიის, რომლებიც ძალიან ადვილად და ძალიან სწრაფად, ასე ვთქვათ, დამიდგენ ხარში და 8 აპრილს 8 საათზე მაქვს ბედნიერება წავდგე მაყურებლის წინაშე. ხო. ძალიან მაგარი შემადგენლობით. ეს უნდა ვთქვა. ხო და ვინ იქნებიან, ვინ წარდგეს? თეატრი მაგა ძალიან მაგარია და დიდი ისტორია აქვს და საოცარი ენერგია ამაზე აქტივია. კი, გენიალური და პასუხისმგებლობა ორმაგია. ეს ნო მეკითხა, მიშა თუმანიშვილის სახელობის თეატრი ეს თავისთავად მოიცავს დიდი პასუხისმგებლობა, ამას მე ვაცნობიერებ და ამიტომ აქ ღელვა. მონაწილეები დავიწყოთ იქიდან რომ ჩემთვის ძალიან საყვარელი და მთელი საქართველოს საამაყო თემურ თათარაშვილი. კახა გრიგალაშვილი ჩვენი საყვარლესი ჩემი მეგობარი ბავშვობის რომელიც იმღერებს ახალ სიმღერას ეს ერთი პრემიერა გიგა ჯალაღონია რომელიც არის უკვე ძალიან პოპულარული გვიყვარს ტრიო აპრილია არის ჩვეულებრივი საყვარლესები თბილისური კვარტეტი რომელსაც ჩემთვის ბადალი არა აქ ჩემს თვალში ეს არის უნიკალური კვარტეტია ჩემის აზრით გიორგი მეფისაშვილი არის ჩვეულებრივი და ცისია მეტრეველი ჩვენი საყვარელი მსახიობი ზვია დოლიძე ჩვენი უსაყვარლესი და კიდევ ბევრი სიურპრიზი ადამიანებს გამოდის ხო ეს როგორ შემოგვიელობიდან 2 საათიანი ნამდვილად და შეიძლება ცოტა მეტიც ანუ სიურპრიზი ლევან ჩხაიძე ჩვენი არაჩვეულებრივი აკომპანიატორის ღამბარი ორჯერ ახსენეთ სიურპრიზი და თან მუსიკალურ ლიტერატურული საღამო სიურპრიზი დარწმუნებული ვარ რომ არა მხოლოდ ადამიანი იქნება ჩვენთვის გამოსული სცენაზე არამედ რაღაცა ქმედება იქნება იქ კიდე განსხვავებული აუცილებლად ფორმატია განსხვავებული რაღაცა სხვა ფორმატით წარდგებით ჩვენ განსხვავებული ამას ვერ ვიტყვი იმიტომ რომ მობძანდით და ადგილზე ნახავთ მე დიდი იმედი მაქვს რომ თქვენ მოიცლით ამისთვის და მობძანდებით აუცილებლად ჩვენც დავიცავთ ფორმატი განსხვავებულია ცოტა იქნება ძალიან ბევრი საუბარი იქნება ინტერაქცია დარბაზთან მოულოდნელი რაღაცები დახვდებათ ადამიანებს თავიანთ სკამებზე როდესაც შემოვლენ და იქნება ლიტერატურასთან ჩემი ბმა ცოტა უფრო სხვა კუთხითაც რაც ნამდვილად სიახლეა და მხოლოდ იმ საღამოზე თქვენ გაშკერდება პირველად ხო აი ასეთი რამ მოხდება და უკვე დაიდო ბილეთები თიკეტჯიზე, ვისაც აქვს სურვილი, შეუძლია შევიდეს და აქტიურად შეიძინოს ბილეთი. შეიძინოს, ხო? კი ბატონო. ეს გამოდევარი საუბრობ გამორიცხულია ხამე. ამ ქალბატონს იქ რაღაც მორწმოს და მე არ მელაბასაუბრება ჯერ, მაგრამ don't ჭირდება. ვინც უყვარს და მოწონს იმათთან თავიდან მორცხობს. ჭირდება რა. ხო და ეს იქნება მთავარი გმირია იქ დარბაზში იჯდება. პატარა რო იყო, ცოტა უფრო პატარა რაღაც საღამოს მე ხშირად ბათუმში ვაკეთებ საღამოს და აი გახსოვს შენ და ანონსე კიდეც ავტორ-შემსრულებელთა პირველი ფესტივალი პარვანა და ის გახდა უკვე ყოველწლიური და შემოდგომაზე ისე მოიქნება და დარბაზში კიზის ხოლმე, მაგრამ მომენტს ეძებს რომ ღიღინებს ამოდის სცენაზე. ისე როგორ არის მუსიკა რაღაცა. კი, და ცეკვას უყვარს მინდა გითხრა. და თუ მომენტი არის დედიკოსთან ავალ იტყვის და ამოდის და მე მავსებს გვერდზე როცა მყავს ძალიან ბედნიერი ვარ ამითი. შეიძლება იქ სიმღერაც მიუძღვნათ დაჯექდებით ესე რა. გინდათ რომ გაყვეს თქვენს გზას?
როგორც მშობელს მე არ ვთვლი რომ ამ გზაზე ვდგავარ, მე ვთვლი რომ ჩემი სიყვარულია უფრო, იმიტომ რომ პროფესია მაინც სხვა მაქვს და სხვა სფეროში ვარ ძირითადად, იმიტომ რომ მაშინ უფრო ბევრად აქტიური ვიქნებოდი, ალბათ დამეთანხმებით. მაგრამ ის რომ ამას უნდა ეზიაროს და ეზიაროს მაღალი კულტურის კუთხით, ხა ამას ყალი არ გავა, მე აქედან ვზრუნავ ამაზე და ისეთ მუსიკას გემოვნებიან ხარისხიან კლასიკურ მუსიკას. შტრაუსი უყვარს მაგალითად. შტრაუსით რომ დაიწყებ ახლა შტრაუსი უყვარს ძალიან. აი ფილარმონიულ ორკესტრს უსმენს სიამოვნებით ხოლმე და ეს ისე მახარებს 6 წლის ასაკში ეს. რა საკითხია თუ ეხა მე რომ ესმინა ბავშვობიდან ესმინა შტრაუსის უზღანელი ვიქნებოდი. რანა რითი ხარ უკმაყოფილო. შენ ისე მუსიკალური ვიქნებოდი რაღაცა. უნიკალური ხარ შენ ისედაც. ნამდვილად ასეა. რა საკიდან და რა ვიცი 3 წლიდან. გონია რომ აი მანამდე რა ვიცი ხე შეიძლება ჩემი ღიღინი თუ ახდენდა რამე ეფექტს და 3 წლიდან უკვე ვურთავ და დიდი სიამოვნებით. რა ჩემი შვილი სულ პატარა იყო ახალი გაჩენილი. მთელი დღე ჩართული მქონდა რატომღაც მუსიკა კლასიკური. ან პირველი წუთიდან ამაზე ეძინა და არ ვიცი ფიქრობდა თუ რა შეებოდა ვითარდებოდა ამ მუსიკაზე. მეც რატომღაც ამ ხერხს მივმართე. პატარა მაგალითს გეტყვით დრო თუ მაქვს, მყავს არაჩვეულებრივი მეგობრები, რომელთაც 4 წლის ასაკში, ეხა დიდია ის ბავშვი უკვე, შვილს ბები ატარებდა ბაღში ერთ კონკრეტულ გზაზე, სადაც მუდმივად ისმოდა დარიდური და მსგავსი ხარისხის მუსიკა რა და სახში ესენი იყვნენ ძალიან ცნობილი ქართული ანსამბლის სოლისტები, ერთი მომღერალი, მეორე მოცეკვავე და სახში იყო ფილარმონია კვირაში ერთხელ. და ბავშვი დარიდური რო კითხეს რომელი სიმღერა გიყვარს ყველაზე მეტად დარიდურია და მამამისმა თავი უნდა მოვიკლაო. თავი უნდა მოვიკლაო მამამისმა, იმიტომ რომ ნუ ამას უსმენდა ყოველდღე დღეში ორჯერ და ამიტომ ისე რომ ვცდილობ ძალიან ვცდილობ და მომყვება. ხო არა ერთ შემოში რომ გადაგდეს ის არის, ამიტომ თუმცა ხშირად რაღაცას უსმენ, რა თქმა უნდა ეს გავლენა სახდეს ნამდვილად ნეიროლინგვისტები ამბობენ რომ მუსიკალურ ადამიანებს ვისაც მუსიკასთან შეხება აქ ეს ცალკე მდგომარეობაა ტვინში. კი, არაფერს არ შეედრება თურმე ის მდგომარეობა რაც ტვინში ხდება, როდესაც ადამიანი ან წერს მუსიკას, ან აკეთებს, ყველაზე დიდი ბედნიერებაა თურმე. მაგაში გეთანხმები სხვა წყობის ადამიანები ყველაზე მაგაში გეთანხმები. ერთ რაღაცას ვიტყვი, მე ადრესულ მეცნიერებდა ხოლმე რა დილის მუსიკა განწყობა შეგიქმნის და რაღაც. ხოლო მე შემეცვალა, იმიტომ რომ დილით რაღაცა კარგს რომ მოვისმენ, ხასიათზე განწყობა მართლა. რაც არ უნდა თქვა წინადღე ძიმე ყოფილიყო რაღაცა შვება რა. ადრე იმას უყურებდი რა ქვია. კინგ-კლაუდის საუკეთესო მომენტებს ინგლისში და ეგეც მაგარია. არა, ეგეც და მეც კი მიხარია რა საბო. მაგაზე ვაბო, ანუ ამ მიშობა აქვს. კი, ნამდვილად. უვარო ტესტებს გიტარას იმის მერე მთელი დღე დავფრინო. სხვათა შორის, აი იგივე მეორე მხარეს, ანუ უარყოფით კონტექსტში. კი, ეგეც. რამდენჯერ რაღაცას ჩამირთავს, თქვა ფილმი ჩამირთავს და ვერ მიყურებია, იმიტომ რომ მე 3 ნოტის შემდეგ ვზნობ, რომ არა უბრალოდ უარყოფითი ენერგია, იცოდ რამეს ვიტყვი, რაღაცა აი გარდაცვალება მოაქვს თითქოს. ცუდი რაღაცა. ხო, ფილმების მუსიკალურ გაფორმებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აღარ მაინტერესებს. ასე ვარ თქვა და ალბათ ადამიანებთან მიმართებითაც რაღაცა უხილავი არსებობს, რაც ბლოკავს. მოდი კიდევ ერთხელ ვთქვათ ჩვენს მაყურებელს, 9 აპრილს 8 საათზე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში თქვენ გელით საღამომ არაჩვეულებრივი ნანა მესხის მუსიკალური ლიტერატურული საღამო. ხო. და ნარჩენები და ბილეთები შეძენა შეუძლიათ უკვე თიკეტ ჯიზე. უღრმესი მადლობა თქვენ მადლობა. წარმომიდგენია როგორი ზეიმი იქნება და მადლობა და გელით მოუთმელად. აუცილებლად გვავალთ, აუცილებლად. მადლობა. ნიცა იქ რა ექსპრომტ ჩაიდენ, ყველაფერს გავიგებთ ჩვენ და გულშემატკივრობთ. დიდი მადლობა. დაგემშვიდობები, ძალიან დიდი მადლობა.